მოგესალმებით, მე გახლავთ თამარ ჯინჭოლაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი. განვაგრძობთ ვიდეო ლექციას თემაზე არარეგისტრირებული კავშირი იგივე გაერთიანება. შეგახსენებთ, რომ წინა ვიდეო ლექციის ფარგლებში ვისაუბრეთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საზოგადოებრივი გაერთიანების თაობაზე, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 26 მუხლზე, რომლის შესაბამისადაც ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანების, მათ შორის პროფესიული კავშირებისა და მათში გაერთიანების უფლება. ამ მუხლის არსიდან გამომდინარე, მისი შინაარსი ასევე ვრცელდება არარეგისტრირებულ კავშირებსაც. ასევე წინა ვიდეო ლექციის ფარგლებში ვისაუბრეთ გაერთიანებისთვის დამახასიათებელ ნიშნებზე, რაც აუცილებელია პირთა ერთობის გაერთიანებას ჩასატარებლად. კერძოდ, გაერთიანება გვაქვს მაშინ, როდესაც სახეზეა პირთა ერთობა, პირთა ერთობა შექმნილია ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად, პირთა ერთობა ჩამოყალიბებულია ხანგრძლივი ვადით, აქვს საერთო მიზანი და პირთა ერთობაში ნების ფორმირებას აქვს ორგანიზაციული სახე. ასევე მიმოვიხილეთ ის მთავარი განმასხვავებელი ნიშნები, რითაც არარეგისტრირებული კავშირი იგივე გაერთიანება განსხვავდება სხვა ერთობებისაგან, როგორიც არის შეკრება, მანიფესტაცია და ასევე იურიდიული პირებისაგან. ვისაუბრეთ ასევე ამხანაგობასა და არარეგისტრირებულ კავშირს შორის ძირითად მსგავს და განმასხვავებელ ნიშნებზე. აქვე იმას ვიტყვი, რომ ამხანაგობა და არარეგისტრირებული კავშირი ყველაზე მეტად დაახლოებული ურთიერთობაა. ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არარეგისტრირებული კავშირი არის საერთო მიზნისათვის პირთა ერთობლიობით შექმნილი კერძო სამართლებრივი გაერთიანება. მისი ჩამოყალიბებისთვის არ არის სავალდებულო რეგისტრაცია, არარეგისტრირებული კავშირის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება მის წევრთა ურთიერთშეთანხმებით. იგი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. დღევანდელი ვიდეო ლექციის ფარგლებში ვისაუბრებთ არარეგისტრირებული კავშირის სუბიექტებზე, სახელმწიფოს როლს გაერთიანებების მიმართ, ასევე მიმოვიხილავთ, რა ტიპის გაერთიანების შექმნა არის აკრძალული, გაერთიანების შეჩერებისა და აკრძალვის საფუძვლები, ამ საკითხის ფარგლებში განვიხილავთ საქართველოს ორგანულ კანონს, საზოგადოებრივი გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ. ასევე ვისაუბრებთ არარეგისტრირებული კავშირის საერთო ქონებაზე, პასუხისმგებლობის საკითხზე, წარმომადგენლობაზე, ასევე ისეთ საკითხებზე, როგორიცაც ვადა, არარეგისტრირებული კავშირის სახელი, ასევე სამართლებრივი დოკუმენტი, რითაც წარმოიქმნება არარეგისტრირებული კავშირი. განვიხილოთ სუბიექტები პირველ რიგში, ანუ სუბიექტები, რომელიც შეიძლება იყოს არარეგისტრირებული კავშირის გაერთიანების წევრი. კონსტიტუციის 26 მუხლის პირველი ნაწილში პირდაპირ არის მითითებული, რომ საზოგადოებრივი გაერთიანების, მათი გაერთიანების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება ყველას აქვს, რაც გულისხმობს, რომ არ არის რაიმე სახის შეზღუდვა წევრობასთან მიმართებაში. მაგალითად, გაერთიანებისაგან განსხვავებით, მანიფესტაციისა და შეკრებების ჩატარების უფლება არ აქვს ყველას. კანონში მანიფესტაციების და შეკრებების შესახებ აღნიშნულია, რომ მანიფესტაციისა და ჩატარების უფლება არ ვრცელდება შეიარაღებული ძალების, შეიარაღებული სამართალდამცავი ორგანოების, სპეციალური და გასამხედროებული დაწესებულების მოსამსახურეებზე. პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. მსგავსი შეზღუდვები გაერთიანების სუბიექტების მიმართ არ გვაქვს. გაერთიანების უფლება აქვს ყველას. ასე რომ არარეგისტრირებული კავშირის სუბიექტი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, უცხოელები და მოქალაქეობის არ მქონე პირები. ასევე იურიდიული პირები, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც. საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნის უფლება ფიზიკური და იურიდიული პირების, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონმდებლობით დადგენილი და გარანტირებული უფლებაა. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნას და მათ საქმიანობას არ აქვს საჯარო სახელმწიფოებრივი მიზანი, კანონმდებელი უშობს ნებისმიერი პირის გაერთიანების შექმნასა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობას. გაერთიანების უფლებით სარგებლობის უფლება მაინდამაინც არის დაკავშირებული პირის ქმედუნარიანობასთან. ასევე გაერთიანების უფლება არ მოიცავს პირის ვალდებულებას იყოს სრულწლოვანი. გაერთიანების თავისუფლების ძირითადი უფლება ვრცელდება ასევე არასრულწლოვანებსაც. ასევე გაერთიანება შეუძლიათ შექმნან ადვოკატებმა და ნოტარიუსებმა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და ნოტარიუსთა პალატაში წევრობა ეფუძნება სავალდებულოების პრინციპს, მათ ამით არ ერთმევათ უფლება დაარსონ გაერთიანებები და მიიღონ მონაწილეობა მათ მუშაობაში.
ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლებრივ ორგანიზაციებში სავალდებულო გაწევრიანების შედეგად ადვოკატებს არ ერთმევათ საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნისა და მათში გაერთიანების კონსტიტუციური უფლება. გაერთიანების თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი კონსტიტუციურ სამართლებრივი პრინციპია. სახელმწიფო დაწესებულებებს, თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს უფლება არ აქვთ ხელი შეუშალონ გაერთიანების შექმნას. სახელმწიფო ვალდებული არ ჩაერევს გაერთიანების თავისუფლებაში, მისი ვალდებულებაა ინდივიდის საქმიანობაში ჩარევისაგან თავის შეკავება, რომელსაც სურს გაერთიანების შექმნა. ასევე უკვე შექმნილი გაერთიანების საქმიანობისაგან თავის შეკავება. გაერთიანების თავისუფლებაში იგულისხმება გაერთიანების თავისუფლების ძირითადი უფლების კონსტიტუციური სამართლებრივი უზრუნველყოფა, ასევე გაერთიანების თავისუფლების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფისაგან და ასევე სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ამ უფლების რეალიზაციისთვის. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებული აქვს, რომ გაერთიანების არსებობის რომელიმე ეტაპზე კონსტიტუციური დაცვის გავრცელებლობა დაუშვებლად გაზრდიდა სახელმწიფოს მხრიდან მის საქმიანობაში თვითნებური ჩარევის რისკს და არაეფექტურს გახდიდა გაერთიანების თავისუფლების კონსტიტუციურ სამართლებრივ დაცვას. საქართველოს კონსტიტუციის 26 მუხლში, როგორც აღნიშნეთ, აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი გაერთიანების უფლება აქვს ყველას, თუმცა ამავე მუხლში აკეთებს დათქმას საზოგადოებრივი გაერთიანების დაუშვებლობის შესახებ. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 26 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ანუ რომელიც ეწევა ომისა და ძალადობის პროპაგანდას, აღუებს ეროვნულ, კულტურულ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასევე დაუშვებელია გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირების შექმნა. კონსტიტუციის 26 მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი გაერთიანების შეჩერება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. განვიხილოთ გაერთიანების შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლები და წესები და ამ ფაქტებში მიმოვიხილოთ საქართველოს ორგანული კანონი საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ. ეს კანონი განსაზღვრავს კავშირის, ფონდის, პროფესიული კავშირის და საზოგადოებრივ გაერთიანება და საქმიანობის შეჩერებას და მათ აკრძალვის საფუძვლებს და წესებს. საზოგადოებრივ გაერთიანების შეჩერება ან მისი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი გაერთიანებისა და შეჩერების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შეჩერების საფუძვლები მოცემულია ამ კანონის მესამე მუხლში, კერძოდ ამ კანონის მიხედვით სასამართლოს შეუძლია 3 თვემდე ვადით შეაჩეროს იმ საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობა, რომელიც არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე. განვიხილოთ, რა არის სამეწარმეო საქმიანობა. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლმსმენელი და არა ერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. არარეგისტრირებული კავშირი, გაერთიანება არის საქმიანობა ხორციელდება დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, მაგრამ იგი არ არის ორიენტირებული მოგებაზე. შექმნილია ეგრეთ წოდებული იდეალური მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, რომ არარეგისტრირებული კავშირის საქმიანობა გადავა მოგებაზე, ამით დაირღვევა მისი სამართლებრივი ბუნება, მისი საქმიანობა დაიმსგავსება იურიდიული პირების საქმიანობას. ასე რომ, თუ საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობა არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე, სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და შეაჩეროს გაერთიანების საქმიანობა 3 თვემდე ვადით. სასამართლოს მიერ საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ საზოგადოებრივი გაერთიანება კვლავ აგრძელებს საქმიანობას. იმ შემთხვევაში, თუ არარეგისტრირებული კავშირი სასამართლოს მიერ შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ განაგრძობს სამეწარმეო საქმიანობას, ამ კანონის მიხედვით სასამართლოს შეუძლია ასეთი გაერთიანების საქმიანობის აკრძალვა.
ასევე ამ კანონში საუბარია საუბარია ისეთ შემთხვევებში, რომლის დროსაც სასამართლოს შეუძლია აკრძალოს მსგავსი ასეთი საქმიანობა, კერძოდ საზოგადოებრივი გაერთიანების შერჩევისა და აკრძალვის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მეოთხე მუხლის მიხედვით. სასამართლოს შეუძლია აკრძალოს საზოგადოებრივი გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობის შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღუევს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება, ან სასამართლოს მიერ მისი საქმიანობის შეჩერების შემდეგ განაახლებს სამიწარმოო საქმიანობას, რასაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი გაერთიანების შეჩერების ან აკრძალვის შესახებ არ არის საბოლოო, იგი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. Შეიძლება საკითხი რაც უნდა განვიხილოთ არის არარეგისტრირებული კავშირის საერთო ქონება. არარეგისტრირებული კავშირის აქვს საერთო ქონება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 39 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წევრთა საწევრო შესატანები და ამ შესატანებით შეძენილი ქონება შეადგენს არარეგისტრირებული კავშირის საერთო ქონებას. შესატანი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახით, ფულადის სახით, ქონების სახით, ან ასე შემდეგ. Სოციალისტურ სამართლებრივ ცნობიერებაში პრობლემური შეიქმნა საკითხი იმ ორგანიზაციებისთვის საბანკო ანგარიშების გახსნის შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს. მაგრამ ამჟამად საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა ეს საკითხი მოაწესრიგა, კერძოდ 1517 მუხლის თანახმად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს სათანადო ღონისძიებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საბანკო მომსახურეობის ხელშეკრულება და დასანერგად, რათა კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყო საბანკო ანგარიშების გახსნა და შეუფერხებელი ანგარიშწორება იმ ორგანიზაციული წარმონაქმნებისათვის, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები. კერძოდ, ბინეთ მესეკუთვნით ამხანაგობა და მათ შორის შედის ასევე არარეგისტრირებული კავშირი. საზოგადოებრივი გაერთიანების შეჩერების ან აკრძალვის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 პუნქტის შესაბამისად საზოგადოებრივი გაერთიანების სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალვის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კრედიტორის მოთხოვნა მისივე მოთხოვნით არარეგისტრირებული კავშირის მიმართ შეიძლება დაკმაყოფილდეს მათი საერთო ქონებიდან. პასუხისმგებლობის დახასიათებისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არარეგისტრირებული კავშირის პასუხისმგებლობასთან ერთად სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს კავშირის წევრების სოლიდარულ პასუხისმგებლობას. პერსონალურად და როგორც სოლიდარული მოვალეები პასუხს აგებენ ის პირები, რომლებიც მოქმედებენ არარეგისტრირებული კავშირის სახელით. რეგისტრირებული კავშირისგან განსხვავებით, რომლის სტრუქტურისა და მართვის ორგანოებს განსაზღვრავს კანონი, არარეგისტრირებული კავშირის მოწყობასა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება ამ კავშირის წევრთან ურთიერთშეთანხმებით. იგი არ არის განსაზღვრული კანონით. ურთიერთშეთანხმების სამართლებრივი დოკუმენტი შეიძლება იყოს წესდება ან ხელშეკრულება. სადაც აღინიშნება ისეთი საკითხები, როგორიც არის მაგალითად გაწევრიანების წესები, გაერთიანების მიზნები, შექმნის ვადა, სახელი, მართვის ორგანოების სტრუქტურა, მმართველი პირების არჩევის წესი და ასე შემდეგ. ურთიერთშეთანხმების სამართლებრივი დოკუმენტი უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს წესდებას. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არარეგისტრირებული კავშირის შექმნისათვის არ არის აუცილებელი, რომ ურთიერთშეთანხმება ის დოკუმენტი იყოს აუცილებლად წერილობითი ფორმით. არარეგისტრირებული კავშირი შეიძლება შეიქმნას ასევე გარკვეული ვადით ან უვადოდ. ეს განსაზღვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით იქნება არარეგისტრირებული კავშირი, თუ გაერთიანების მიზანი იქნება გარკვეული ქმედებების განხორციელება და შესაბამისად ამ გაერთიანების მოქმედების ვადა გაგრძელდება ამ მიზნის შესრულებამდე. არარეგისტრირებული კავშირის მართვის ორგანოების სტრუქტურას როგორც აღნიშნეთ კანონი არ განსაზღვრავს, ეს კავშირის წევრთა ურთიერთშეთანხმებაზეა დამოკიდებული, მაგრამ კანონი ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ არარეგისტრირებული კავშირი შეიძლება სასამართლოში ან სასამართლო გარე ურთიერთობებში, მაგალითად ბანკთან ურთიერთობაში, ანუ კრედიტორებთან ურთიერთობაში წარმოდგენილი იყოს თავისი წევრით ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, მაგალითად კრების ოქმით. ასევე შემდეგი საკითხი, რომელზეც ნოვისაუბროთ, არის არარეგისტრირებული კავშირის საფირმო სახელწოდება. რეგისტრირებული კავშირის მსგავსად არარეგისტრირებული კავშირს შეიძლება ჰქონდეს თავისი საფირმო სახელწოდება, რომელთაც ის მესამე პირებთან საქმიანი ურთიერთობაში გამოდის, ამ სახელწოდებას უნდა ჰქონდეს დამატება არარეგისტრირებული კავშირი. ეს აუცილებელია, რათა შეცდომაში არ შევიდნენ ის პირები, ვისაც ამ კავშირთან აქვს ურთიერთობა. თუმცა კანონი პირდაპირ არ არის დათქმა ამის აუცილებლობის შესახებ. ამით ვიდეო ლექცია დასრულდა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის.